ბავშვს ვირუსული დაავადებები ხშირად ემართება. ბაღში მივიყვანე თუ არა ავად გახდა და მერე დავასვენე და კიდე მივიყვანე და მარტო იმიტომ დავუყავს რომ ავად გავხადოთ. ხუმრობაც იყო რომ ბაღში ფული კი გადავრიცხე, მაგრამ ბავშვი სადღაც ნიუ ჰოსპიტალში დამყავს. ხო, ასეთი ხუმრობები ხშირად არის. მე მშობლებს ვეუბნები, ბავშვები ბაღის ასაკამდე პერიოდში, ბიჭია თუ გოგოა, ბიჭები ცოტა ადრეულ პერიოდში უფრო მეც ავადობენ ვიდრე გოგოები, ასეთი იმუნური სისტემის მომწიფება გოგოში უფრო სწრაფად ხდება ვიდრე ბიჭთან მიმართებაში. შესაბამისად შეიძლება წელიწადში იყოს 8 და 10 ვირუსული დაავადება, მაგრამ ეს იყოს ნორმის ვარიანტი. თავარი პირობა რომ ბავშვს არ უნდა კონდეს საჭიროება რომ ვირუსული დაავადება ანტიბიოტიკით მოვარჩინოთ, ის თვითონ უნდა მიდიოდეს მარტივი წამლებით, უბრალო სიროფებით, წყვილის გარეცხვით და ინჰალაციით, თქვათ რაღაც მარტივი პრეპარატების ექიმის მიერ, ასე თქვა, დანიშნულის გამოყენებით. თუ ესეთი ეპიზოდები ბაღთან მიმართებაში ვამბობ კიდევ ერთხელ და წინა სასკოლო წლებში არის 6, 7 და 8, ჩათვალეთ რომ ეს ნორმა, არავითარი იმუნური სისტემის სისუსტე თქვენ შვილს არ აქვს.